თბილისი დღეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება ურბანულ ლაბირინთს, სადაც ჰაერი მძიმეა, ხოლო ხმაური მუდმივი ფონია. ჩვენ მივეჩვიეთ ბეტონის მონოლითებს, სმოგს და იმ დაუსრულებელ სტრესს, რომელსაც ქალაქის ეკოსისტემა გვაკისრებს. ეს არის გარემო, სადაც ბუნებრივი რიტმი დიდი ხანია დაირღვა. მაგრამ წარმოიდგინეთ კონტრასტი, სულ რაღაც 23 კილომეტრში ქალაქის აურზაურიდან მოშორებით არსებობს ადგილი, სადაც ჰაერს ჯერ კიდევ აქვს სუნი და დროც სხვაგვარად მიედინება. ივნისის მოღრუბლული დილაა და ჩვენ ახატანისკენ დავიძარით. დღეს ჩვენ ვტოვებთ დედაქალაქის მტვრიან ქუჩებს და მივდივართ იქ, სადაც ახალი თაობის ენთუზიასტები ცდილობენ კვლავ დაუბრუნდნენ ჰარმონიას. არის თუ არა შინვუდი რეალური პასუხი ჩვენს ეკოლოგიურ კრიზისზე, თუ ეს უბრალოდ ლამაზი დეკორაცია, ამაში ახლა ჩვენ ერთად გავერკვევით. ვიდეოს აუცილებლად უყურეთ ბოლომდე, იმიტომ რომ მე გაჩვენებთ ადგილებს, რომელშიც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და თქვენს გირჩევდით. ამ ვიდეომ შეიძლება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ეგ არის სოფელი ახატანი და ესენი სოფელი ახატანი სხვა უბნებია შუა სოფელი აგარაკების ზონა არ არის სოფლადაა. სოფელია. ის ზემოთ მხარე არის საბჭოთა აგარაკები პროკურორების აგარაკებს ეძახიან ახატანს ეკუთვნის. აქეთ მხარე ცოტა ქვემოთ ხეოშვილების უბანს ეძახიან ეგეც სოფლის ტერიტორია და ცოტა იქით არის აი იმ ფერდზე რო ჩანს ეგ არის დინამოს აგარაკებს. თავად 850 მეტრზე ტერიტორია 820-დან 875 მეტრამდე მერყეობს. ყველაზე მაღალ წერტილში არის გათვალისწინებული წყლის რეზერვუარები და სისტემა იქიდან. ყველაზე დაბალ წერტილში ეწყობა მთლიანი ტერიტორიის გამწმენდი ნაგებობა. თვითონ ტერიტორია ისე არის დაგეგმარებული, რომ ცენტრში დგას მუხის ხე. ამ მუხის ხის გარშემო არის დაახლოებით 2 ჰექტარი ცენტრალური პარკი. რომელიც გამწვანებული საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება ტყეს. ტყეში რაც ბუნებრივი შესასვლელები იყო, ის დატოვებულია ყველაფერი. და კონცეფცია არის, რომ ადამიანი მიწის ნაკვეთიდან რო გამოვა თავისი ეზოდან, შეუძლია ძალიან მარტივად ცენტრალურ პარკში წამოვიდეს და აქ შედარებით ისეთი აქტიური დასვენებისთვის დრო გაატაროს, შეუძლია გაისერინოს ფეხით ტყეში შევიდეს და ამ ტყეს ბუნებრივად რაც აქვს ყველა ის დადებითი ფაქტორი გამოიყენოს. ძალიან ბევრი სხვა სახეობის სოკო არის, შეუძლია ჰამაკი გაკიდოს, უბრალოდ გაისერინოს ბილიკებით, არის დაზოლილი ტყე, უბრალოდ საფეხმავლო ბილიკებით. ბევრი სხვა ცხოველი, შველი, კურდღელი, მელა, ტყის კატა, ენოტი. ჩვენ რო განვითარება დავიწყეთ, ვიყიდეთ 30 ჰექტარი კერძო პირისგან, 5 ჰექტარი სახელმწიფოსგან. პირველი კომენტარები იყო ხოლმე, რომ აი ტყე გაჩეხეთ და ასეთი რაღაცები, მაგრამ მე მოკვლევა რომ გავაკეთეთ, ყველაზე ძველი ტოპო რაც ამ ტერიტორიებზე არსებობს, საერთოდ საქართველოში ტოპოგრაფიული 1960-იანების ძველი ხელით ნახატი ტოპო რაც არის საბჭოთა დროს შედგენილი, ეგ მოვიძიეთ და იქაც მდელო არის ეს ტერიტორია, როგორც მდელო ეგრეა. ვაბარებთ ტერიტორიას შემოღობილი ასეთი ღობე გვაქვს, რომელიც არ არის ესე ვარ ჩაბეტონებული და ეს იმიტომ იმაღლების შეზღუდვა გვაქვს სახლებზე 2 სართულზე მაღალს ვერ ააშენებს ვერავინ და გვინდა რომ მაქსიმალურად დაბალი განაშენიანება იყოს და ეგ ხიბლავს ყველას. პატარა ის გავაკეთოთ სახელმწიფო და ყავაც, რა ვიცი და გავიაროთ კატო. ხო არ წამოხვალ? რავი, უნდა შემოვიაროთ ტერიტორიები. წამოხვალ? სადაც გვექნება ბეტონის გზები შიგნით ტერიტორიაზე. რაღაც ადგილებში ქვაფენილებიც გვექნება, იქით ჭალოთ მერე ქვემოთ. აქ დავატრიალოთ და შევიდეთ აი ტყეში გავიაროთ. ძველი მანქანებით ნავალია. ზოგ ადგილას ვიწრო არის. ამ ტერიტორიებში დიდად ჩვენ რა თქმა უნდა არ ჩავერევით, მაქსიმუმ აი რაღაც ნაგვისურნები დავდგათ პერიოდულად, სადაც ადამიანი რო გაისერინებს, რაღაც ნაგავი თუ ექნება, ჩააგდოს მოწესრიგებულად. ყველაფერი ხდება თბილისიდან 20 თბილისი ესე იგი საბურთალოდან მოვედით რაღაც 1 საათში,
თბილისის გამოსასვლელიდან დაახლოებით 25 წუთი ნახევარი საათი გვჭირდება შინმუდამდე მოსასვლელად. 23 კილომეტრი არის თბილისი მოლიდან ამ ტერიტორიამდე. აგურამოდან არის 10 კილომეტრი. თვითონ ზაფხულის სიცხეშიც კი, აი როგორც კი ტყეში შემოხვალ, უკვე რა თქმა უნდა იგრძნობა ეს 4-5 გრადუსი უკვე. ძალიან ადვილი არის თითოეული მოსახლისთვის შემოვიდეს ტყეში, დატოვებული არის ეს საფეხმავლო ბილიკები, საიდანაც შემოვა, გაისეირნებს და პროექტს რაც ღირებულებას მატებს არის საერთო სარგებლობის სივრცეების სიუხვე და ერთიანად მოწესრიგება. ადამიანი არ არის გამოკეტილი ეზოში და ერთიანი კომუნის ნაწილია და თქვენ გვიჯერა რომ შინუდი იქნება ცოცხალი მანამ სანამ აქ ადამიანები ერთმანეთთან იურთიერთებენ, იმეზობლებენ, იმეგობრებენ და სწორედ ამაზეა ჩვენი პროექტის გათვლაც. საქართველოს ბევრ სოფელს რო დავხედოთ ახლა სატელიტიდან ვერ იწვევა ესე მაინც ვიღაცა დაჯდა და დააგეგმარა და ეგ კონცეფცია არის ჩადებული ჩვენ გეგმარებაშიც. ანუ მათემატიკის მოვლენით დაჭრილი მიწები არა ეს მოხოვული გზებია რომ თქვა 10-15 წლის მერე რომ დავხედავთ ამ ადგილს ვთქვათ რომ ბუნებრივი პატარა სოფელი არის რომელზეც ესე პირდაპირ არავის არ დამჯდარა და არ დაუჭერია. ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ გვაქვს, ჩვენ თვითონ დეველოპერი კომპანია აგვარებს ამ ყველაფერს და ცალ-ცალკე მოსახლეობას აღარ უწევს წვალება. კიდევ მიწის ნაკვეთს, რომელსაც შემოღობილია, ჭიშკარი მოყვება, ყველანაირი კომუნიკაცია მოყვება. კომპანია გეხმარებათ სახლის პროექტის დამუშავებაში, შესაძლებელია ჩვენს არქიტექტორს თქვენზე მორგებული კონკრეტული პროექტი დაუკვეთოთ. ან თქვენი პროექტი გააკეთოთ, რომელიც უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ჩვენს არქიტექტურის გუნდთან. ეს სახლი იქნება რეგულაციების დაცვით, გვაქვს შეზღუდული მაქსიმალური სართულიანობა, სიმაღლეები, ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში არის 7.5 მეტრი, ქანობიანი გადახურვის შემთხვევაში არის 10 მეტრი, მაგას ვერ გაცდება. ორ სართულზე მაღალ შენობას ვერავინ ააშენებს ამ ტერიტორიაზე. ყველა კომუნიკაცია არის გამრიცხველიანებული, მიწის ქვეშ დევს ყველა კომუნიკაცია. ცენტრალური კანალიზაციის სისტემა არის ტერიტორიაზე მოწყობილი, ასევე სანიაღვრე სისტემა, ანუ წვიმის დროს გზები არ გაფუჭდება და სახლში არ შემოგივარდება, ისე ვთქვათ, ნიაღვარი. ნიკოლოზ, შენ ახსენე რომ სოფლის ზემოთ იქნება ხოთოლს ვეძახი მე, ხო? ყველაზე კარგი დასახელებაა და იქნება წყლის აუზი, რომელიც რომლიდანაც მიეწოდება უკვე წყალი და ეს წყალი საიდან მოდის? ჩვენ ჭაბურგილი გვაქვს გაკეთებული დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე გვაქვს ჭაბურგილი და კიდევ დამატებითი ჭაბურგილების მოწყობაც არის დაგეგმილი წელს უკვე. ყველაზე მაღალ წერტილში 875 მეტრზე არის დაგეგმილი რეზერვუარის მოწყობა და იქიდან არის დაქსელილი ეს მთელი ტერიტორია. კი. პირდაპირ ახლა ყველაზე დაბალ წერტილში თვითდინებით რომ მივაწოდოთ, რაღაც 5 ატმოსფერო გამოდის და შუაში რეგულატორები უყენია და ეს სტანდარტების დაცვით არის ყველაფერი გაკეთებული თავიდან ბოლომდე. სპეციალისტების ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულად წყლის სისტემის პროექტირებაზე და მერე შესრულებაზეც. გვაქვს ბევრი საერთო საპარკინგო სივრცე ჯამში ტერიტორიაზე, გარდა იმისა, რომ მიწის ნაკვეთზე ყველა მიწაზე 2 საპარკინგო ადგილი ღია ან დახურული გათვალისწინებულია. დაახლოებით 150 საპარკინგო ადგილია, საერთო საპარკინგო სივრცე, რომელიც დასახლების სტუმრებისთვის იქნება გათვლილი. შემოსასვლელში პროექტის თავარი გზის შემოსასვლელში ორივე მხარეს არის კომერციული ობიექტებისთვის განკუთვნილი ადგილი, სამომავლოდ როცა დასახლება უკვე ჩამოყალიბდება და ბევრი დასახლება, მან იქნება მაღაზია, აგრარული პატარა ბაზარი, აფთიაქი, საერთო სარგებლობის სივრცეებზე არ ზრუნავს არავინ, ან თავის მომბმელი არ არის. ჩვენ ეგ პრობლემა მოგვარებული გვექნება, თვითონ კომპანია უზრუნველყოფს გრძელვადიანად აქ არსებული საერთო სივრცეების დალაგებას, დაცვას, გამწვანებას და
ну, რა თქმა უნდა, შესაბამისი საფასურით არის დაწესებული მიწის მესაკუთრეები გადაიხდიან ამ საფასურს და დარწმუნებული იქნებიან, რომ აქ არსებულ ინფრასტრუქტურას კვალიფიციური ხალხი მოუვლის. აი ეს ნაწილი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია 2.5 ჰექტარი არის და გმავთ სასტუმროს ტიპის კოტეჯების მშენებლობას, გვექნება აუზი, კაფე, რესტორანი, რომელიც ამავე კომპლექსის ნაწილი იქნება, სინერგიული ეფექტი ექნება ჩვენს პროექტს. სამწუხაროდ კამერა ვერ გადმოცემს, მაგრამ საოცარი სუნი დგას საზაფხულო ყვავილების. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, იმიტომ რომ ეს ბუნების მოყვარული კაცი ვარ და აქ სწორედ რაღაც სინთეზი არის ყველაფრის ერთად. ასეთი რაღაცებია პერსპექტივა ზოგადად საქართველოსთვის. იმიტომ რომ ქალაქებში უკვე ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება და საშიშიც ხდება ცხოვრება, რაც თავარია. არა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენის ამბავში, ჰაერის მხრივ, ძალიან ბევრი სტრესის მხრივ. ერთადერთი საშველი ალბათ აი ესეთი ადგილების ათვისება და მე იქ დასახლება. ვფიქრობ, რომ რაღაც 10-15 წლის პერსპექტივაში დიდი პოტენციალი აქვს შინუց, რომ ჩამოყალიბდეს მუდმივ საცხოვრებად. ახლა ვაპოზიციონირებთ როგორც აგარაკი დასახლება, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის აქ სკოლა, ბაღი და ძირითადად შინუუდელები უფრო სადღაც 25-დან 45 წლამდე ოჯახები არიან და მაინც სკოლაზე, ბაღზე მიბმულობა აქვთ. ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ თქვა თბილისში მაინც სიარული. ჩემი პროგნოზით საგურამო იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ აქეთ კიდე რამოდენიმე ესეთი პრესტიჟული სკოლა და ბაღი გაიხსნება და გარდაუვალი პროცესია, რომ თბილისი ფართოვდება და გადის სუბურბანიზაცია მიდის აქტიურად და ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 5% არის, ვინც მუდმივ საცხოვრებლად განიხილავს ისედაც თავიდანვე ამ ტერიტორიას. მე ვფიქრობ, რაც უფრო დრო გავა, ეგ პროცენტი გაიზრდება. გვაქვს ტერიტორია დაყოფილი 5 სექტორად. აი პირველი სექტორი არის აქეთ ღობეები, რაც დასრულებული არის. ერთ ადგილას მინდა კიდე შეგატაროთ, აი ქვაფენილიანი დასრულებული ჩიხი ვნახოთ. მეოთხე და მეხუთე სექტორი აქეთ ამხარე ჯერ ამისი გაყიდვები არ დაწყებულა, მაგრამ უკვე პროდუქტის ნაწილი, თქვათ, აი ინფრასტრუქტურულად უკვე ფაქტიურად დასრულებული არის. ანუ კომუნიკაციები ყველაფერი აი გზები ახლა მობალანსებულია, ამაზე საბოლოო საფარი მალევე დაიწყება და ეს ღობეებიც საძირკველები უკვე გაკეთებულია და ნელ-ნელა წამოვართ. ღობეებზე თავის დროზე ბევრი გვაქვს ნაფიქრი. ჩვენ თვითონ მეუზრუნველყოფთ ღობეების მშენებლობას. ჩვენი ღობეები არის შუალედური ვერსია, ასე ვთქვათ, საერთოდ ღობის გარეშე მიწასა და საქართველოში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას შორის. გვაქვს დაახლოებით 60 სანტიმეტრიანი ბეტონის საძირკველი, რომელზეც კომპოზიტური პანელებია დამაგრებული, რომელიც ნახევრად გამჭვირვალეა, სრულად ყრუ არ არის. ანუ საფასადე ღობეს ვეძახით მაგას, რომელიც სამანქანო გზის მხარეს არის გამომავალი და მეზობლებს შორის ღობე არის დაბალი, 20 სანტიმეტრიანი ბეტონის საძირკველზე არის დასმული მავთულის ბადე. თავიდან გაყიდვებს რო ვიწყებდით, ხალხი რომ მოდიოდა, ტრიალი მინდორი იყო და უხსნიდით, რომ აქ ეს იქნება, აი ზეპირად და წარმოსახვითი. დღეს ახლა რომ მოდის ადამიანი უკვე ხედავს, რომ როგორი ღობე იქნება, სად რა გვაქვს უკვე გაკეთებული და გაცილებით უფრო ადვილი ასახსნელი არის. ერთი ის, რომ ნამდვილად კეთდება და პროექტი სრულდება და მეორე ის, რომ როგორი ინფრასტრუქტურა გაკეთდება და საბოლოოდ რას მიიღებს და პირველი მიწები ახლა პირველ სექტორში სადაც დავდივართ, ფასები იყო კვადრატმეტრზე $35-დან გაიყიდა ზოგიერთი მიწა და ბოლო სექტორი ეხლა რაც გვაქვს გაყიდვები საშუალოდ ასული ვართ $85-ზე. დაიწყეს მშენებლობა. ეს არის მეხუთე სახლი. ერთი გამწვანების ზოლის, რასაც ვიძახი საფეხმავლო ზოლი, თუმცა ანუ ზოგადღილას 10-12 მეტრი მანძილი არის, ეს უკავშირდება ცენტრალურ პარკს, აქეთ მხარეს, ანუ აი ამ მიწის მესაკუთრე მარტივად გამოვა თავისი ეზოდან, აქ იქნება დაბული კაკლები. იკა, აი ეს შემოღობილები რაც არის უკვე გაყიდულია თუ უბრალოდ არის უკვე გაკეთებული, იყიდოს ვიღაცა. ესენი უკვე გაყიდულია, ჩათვალეთ, აქ ყველას მესაკუთრე ყავს, ესენი ჩაბარებულია, ეს მიწის ნაკვეთები, აი სახლები ჯერ არ არის აშენებული, აი წელს დაიწყო რაღაც ნაწილზე. აი რატო გადაწყვიტეთ ქვაფენილის გაკეთება ესეთ?
ვიცი რა არის ქვაფენილი ძალიან მოგწონს ვიზუალურად გვირჩევნია ბეტონ მთლიანად ესე თქვა ჩაბეტონებას თუმცა შედარებით ძნელი მოსავლელია და ნაკლები სიმყარე აქვს ბეტონთან შედარებით რაც თავარია კიდე კომპლექსამდე მოსასვლელ გზას ვაკეთებთ 2 კილომეტრიანი გზა იქნება ბეტონის სოფლიდან გადმოსახვევიდან ჩვენამდე მთლიანად ჩვენს ტერიტორიამდე მოსასვლელი გზა და ხიდს ვაკეთებთ მდინარე ახატნის ხევზე, იმიტომ რომ ხო, საკმაოდ დიდი ხიდი, მსხვილი პროექტია ფინანსურადაც ჩვენი პროექტის ფარგლებში ვაკეთებთ მაგას მთლიანად. ტერიტორიაზე დამტკიცებული არის განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აი ამ გეგმის მიხედვით არის თითოეული მესაკუთრე დაცული, ანუ ის რეგულაციები, რაც მე ვახსენე, კანონქვემდებარე აქტის დონეზე უკვე დამტკიცებული არის და მაგითი მოხდება განაშენიანება. მიწის ნაკვეთები არის საშუალოდ 850 კვადრატია, თუმცა მინიმალური ფართობის რამოდენიმე ნაკვეთი გვაქვს 500 კვადრატიანი და ადის 1300 კვადრატამდე. პატარა ნაკვეთები ბევრი არ არის, ესე თქვა, ანუ 500-დან 600 კვადრატამდე. კი, საკადასტრო კოდები ყველას მინიჭებული აქვს, იპოთეკური სესხით უპრობლემოდ შეგიძლია შეიძინო, შენ სახელზე პირდაპირ ფორმდება. ეს მქონდა პერიოდი, როცა კონფიგურაციების ცვლილებაზე საკმაოდ დრო დაგჭირდა განაშენიანების გეგმის დამტკიცების შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი უკვე ახლა გავლილი ეტაპი არის, შესაძლებელია ყიდვიდან ერთ დღეში საკუთრება გქონდეს უკვე შენ სახელზე რეგისტრირებული მიწა. ნიკა, თუ ისეთ კომერციული საიდუმლო არ არის, რამდენი არის უკვე გაყიდული და ეხლა არის გაყიდული დაახლოებით 200 მიწის ნაკვეთი, 290 მიწა არის ჯამში. ესე იგი ცოტა დაგვჭა. კი, დაახლოებით 70% არის გაყიდული. პირველი 3 ფაზა ფაქტიურად გაყიდულია, ახლა მეოთხე ფაზის გაყიდვები მიდის და მეხუთე ფაზას მალე გამოვიტანთ საფხულის გამო. ჩვენ გვაქვს ფასების ზრდის სტრატეგია გვაქვს რა. პირველი სექტორიდან რომ დავიწყეთ, სადღაც 2.5-ჯერ 3-ჯერ არის გაზრდილი ფასი. საქართველოში მიწა ზოგადად მზარდი აქტივი არის ფინანსურად და მაგის გარდა კიდე როცა ინფრასტრუქტურა კეთდება, ეგ ძალიან უმატებს ფასს. ანუ საბოლოო მომხმარებლის ძალიან დიდი პროცენტი ყავს ჩვენ, ვინც გეგმავს რომ ააშენოს და მაქედან ხო, მაქედან ახლა ყველას არა აქვს თანხა რომ პირდაპირ მიწა იყიდა და ეგრევე სახლის მშენებლობა დაიწყოს. ზოგს იპოთეკით აქვს ნაყიდი, ზოგი ელოდება თქვათ რაც ეტაპამდე შემოსავლების გაზრდას და ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც მიწის ყიდვიდან ალბათ სახლის დასრულებამდე საშუალოდ რო ავიღოთ საქართველოში 1-3-4 წლიანი ციკლი მაინც არის. დემოგრაფიული კუთხით რო შევხედოთ არის 25-დან 45-50 წლამდე აქტიური ქართული ოჯახები, ანუ ყველა საქართველოს მოქალაქეა, 2-3 შვილიანი ოჯახები. ძირითადად ისეთი კატეგორია, ვისაც პირველადი საცხოვრებელი თქვათ, აი თბილისში ბინა უკვე მოგვარებული აქვს და ფიქრობს, რომ აგარაკი უნდა აიშენოს თბილისთან ახლოს, ან შეიძლება ცოტა უფრო მომავლისკენ იხედება და რამოდენიმე წელში კარგი ადგილი უნდა რომ კონდეს, როცა დაიწყებს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის ფასი ბუნებრივად ყოველ ბოლო 10-15 წელია იზრდება თბილისში და მის შემოგარენში. ამიტომ წინასწარი ჭერს თადარიგს, რომ მიწა ესე ვთქვათ ნაყიდი კონდეს. თქვათ ამერიკის მოქალაქე ვარ, არ გერმანიის, შევძლებ მე აქ თქვათ ყიდვას რაღაც. კი, ზუსტად ეგ არის ჩვენი გათვლაც, რომ ჩვენი მიწის ნაკვეთების რაღაც ნაწილი შარშან დეკემბერში არასასოფლო სამეურნეოზე გადავიდა და უკვე შეგვიძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც მიწების რეალიზება. სამიზნე აუდიტორია არის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები, ვისაც საქართველოში უნდა მიწის ნაკვეთის შესყიდვა, უნდა მოწესრიგებულ გარემოში შესყიდვა და არანაირი პრობლემა არ არის მაგ კუთხით, რომ უკვე შინგუთში მიწა შეიძინა. კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უცხოეთში მაცხოვრებელი ქართველების შემთხვევაში, როცა შინგუთს ნახულობენ, ძალიან სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მაინც განვითარებულ ქვეყნებში უკვე არის ეს კულტურა მსგავსი ტიპის დასახლებების და ზუსტად ხვდებიან რა ღირებულებას თავაზობს შინუდი მომხმარებელს.
1-5-6 წელი უნდა რომ ჩვენი გათვლით რაღაც სახლების ნახევარი აშენდეს. თვითონ პროექტს ჩვენ წლის ბოლოს დავასრულებთ. ამაში შედის შიდა გზების საბოლოო საფარი, ანუ ბეტონი, ქვაფენილები, სადაც არის. მოსასვლელი გზა ეს 2 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე ამ თვეში გვაქვს დაგეგმილი მაგის დაწყება. მომდევნო თვიდან ვიწყებთ ხიდის მშენებლობას. ხიდის მშენებლობა სადღაც 4 თვიანი პროექტი არის. გზა 1 თვე მაქსიმუმ გაიწელოს. კანალიზაციის გამწვენდი ნაგებობა აკეთება ქვედა ტერიტორიაზე. დასრულებას ასე ძახიშენ, ანუ თქვენზე რაც არის დამოკიდებული იმისის ხო? ხო, ეხლა სახლები აშენებენ ინდივიდუალურად ხო? ეს იქნება შეკრების ადგილი. კი, ეს იქნება ნამდვილად ესეთი შეკრების ადგილი და აი კონცეფციის სათავეც ეს არის, რომ ფანდამენტი დაждდებით ამ. მუხის გარშემო არის დაგეგმილი ეს ცენტრალური სკვერი, ხა ჩვენ ცენტრალური პარკის ადგილას ვართ, რომელიც საკმაოდ დიდი ტერიტორია, სხვა სივრცეებით მოეწყობა. აქეთ ბავშვების სასრიალოები კეთდება. ეხა მალე დაიწყება ცენტრალურ პარკში გარე განათების მონტაჟი, სარწყავი სისტემა დაგვრჩა და მიწის ქვეშ დავასრულებთ უკვე სამუშაოებს და მე უკვე ამოვალთ მიწის ზედა სამუშაოებზე. ზოგადად ჩვენთან ძალიან დიდი რესურსია ჩადებული მიწის ქვეშ სამუშაოებში. იგივე ჩემს ვიდეოებს უყურებენ ახალგაზრდებიც ისინი, რომლებიც გზა გასაყარზე არიან და აპირებენ თავიანთი სამომავლო პროფესიების არჩევას, რომელიც აქედან რაღაც ნაწილი დაკავშირებული იქნება კომერციასთანაც. და თქვა და ესეთ პროექტებთან როგორიც შენია, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს, თქვა და აი ამ ხრივაც, ხო, ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე რომ ქალაქიდან გასვლა, გადინება ძალიან მალე დაჭირდება ადამიანს. მიხვდება იმ აუცილებლობას, რომ ამ თავკომბალაში არ იცხოვროს იმ საშინელ საცობებში, იმ საშინელ ჰაერში, დაძაბულობაში და ნელ-ნელა გავიდეს გარეთ. და ნუ ეს ბაზარიც ალბათ გაჩნდება, თქვენ ერთ-ერთი ამ ბაზრის წარმომადგენლები ხართ. აი საიდან დაიწყო შენი ამ საკითხით დაინტერესება, რა ზურგჩანთით მოხვედი აქამდე და რა გიდევს ამ ზურგჩანთაში, აი ცოდნის თვალსაზრისით რა თქმა უნდა. ხო, ჩვენი ისტორია იწყება ფაქტიურად უნივერსიტეტიდან, ჩვენ ამ პროექტს ვინც ვაკეთებთ ვართ მეგობრები, ჯგუფელები 2010 წელს დავამთავრეთ ბიზნესის ადმინისტრირება ISM-ი. მე სხვა მიმართულებით დავიწყეთ პირველი სამსახურები, ასე ვთქვათ, მე მოვხდი გამიმართლა ალბათ ნაწილობრივადაც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სფეროში მოვხდი, ეს არის უძრავი ქონება. საქართველოში თან მით უმეტეს უძრავი ქონება იმ მომენტში 2009 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა სტაჟირების დავიწყე. 2009-2010 წლებში არ იყო ისეთ ეტაპზე განვითარების, საკმაოდ დაბალ ეტაპზე იყო. დღეს გაცილებით წინ ვართ, მაგრამ კიდე დიდი პოტენციალი გვაქვს. ანუ ამ სფეროში რომ მოხდი, ფაქტიურად სფერო არ შემიცვლია, ვიყავი ყოველთვის ჩართული უძრავი ქონების საკონსულტაციო მიმართულებით, საშემფასებლო მიმართულებით და დიდი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვე ამ კუთხით. 2009 წლიდან ქართულ საკონსულტაციო კომპანიაში ვმუშაობდი, უძრავი ქონების შეფასების და კვლევების მიმართულებით და 2014-დან საქართველოს შემოვიდა Colliers International-ი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია არის და 2014-დან 22 წლამდე Colliers-ში ვიყავი, ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საშემფასებლო მიმართულებას ხელმძღვანელობდი. ჩვენი პროექტი დაიწყო 2022 წელს, თუმცა მანამდე მქონდა გაკეთებული ერთი პროექტი, კონკრეტულად საცხოვრებელი კორპუსები ავაშენეთ რამოდენიმე ჩვენს სხვა პარტნიორთან ერთად იმ პროექტში არ ვიყავით ჩართული ესე აქტიურად. მარტივად არ მოგვიძებნია ეს მიწისნაკვეთი, რამოდენიმე თვე ვეძებდით თბილისის სხვა მხარეს შემოგარენში მოვიარეთ. საბოლოო ჯამში ეს ტერიტორია ვნახეთ რუკით, ვნახეთ რომ იყო ერთი მესაკუთრე, ის კონტაქტები გამოვძებნეთ ამ მესაკუთრის, დაუკავშირდით, აუხსენით რა იდეა გქონდა, რისი გაკეთება გვინდოდა და მართლაც ამ ადამიანმა დაიჯერა ჩვენი იდეის და ასე ვთქვათ, დავდეთ გარიგება რამოდენიმე შეხვედრაში.
ხართ რამდენი რა? ჩვენ ვართ 4 პარტნიორი, ასევე ყავს ამერიკელი პარტნიორი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო. ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, ჩვენი მეგობარი, როდესაც დავამთავრეთ ბაკალავრიატი, წავიდა სასწავლებლად ამერიკაში და იქ გაიცნო ეს ადამიანი და ჩვენ აქ ვართ გუნდი, რომელიც ვეხმარებით და უკვე მეორე დიდი მსხვილი პროექტია ეს და გეგმავთ რომ მსგავსი ტიპის პროექტები გავაგრძელოთ და კიდევ გამოვიტანოთ ბაზარზე ხა. აი მე ვთქვათ ახლა ივლისის ბოლოს ჩამოდივარ კიდე და რომ მოგაკითხოთ რამეს ნახავთ ცვლილებას? ივლისის ბოლოს შეიძლება მანქანით ვერ ამოვიდეთ, იმიტომ რომ ის მიმდინარე პროექტი იქნება მოსასვლელი გზა და ანუ ყველა ვარიანტი შეიძლება დასრულებულიც იყოს, ანუ ეხლა გრუნტის გზით მოვედით. ივლისის ბოლოს იქნება ეგ გზა ბეტონის უკვე დასრულებული და ხიდი იქნება მიმდინარე პროექტი. იქ ალტერნატიული გადმოსასვლელი უნდა გავაკეთოთ. ნუ ადგილზე ყველა ვარიანტში მოვალთ, მაგრამ ბევრი რაღაცა იქნება წინ წასული. ვინმე ესეთი ცნობილი პიროვნება ყავთ? თუ არ არის სალაპარაკო? ყავს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები არიან. ერთი არის ბუდუ ზივზივაძე. მომღერლები ყავს გიგი დედალამაზიშვილი არის მგზავრებიდან ჩვენი ერთ-ერთი შინმუნდელი. საერთოდ დაახლოებით 40 სხვა პროფესიის ადამიანს აქვს ნაყიდი შინმუნდში მიწა. დაწყებული თქვა დიპლომატებიდან, დამთავრებული IT სფეროს წარმომადგენლებით, ბანკირებით, ფრინავი ყავს. არა, ეხლა უცებ წარმოვიდგინე საფიხნო და რაღაცა რო გექნებათ, პრინციპში აქ ესეთ ლექციები შეიძლება ადგილობრივებმა ჩაატარონ თავიანთი პროფესიებზე, საინტერესო ისტორიები რაღაცა. ეხლა ჩვენი ინტერესი არის რომ ის ღირებულებები რაც შინუც აქვს შეიძლება კონდეს მათემატიკოსსაც, მომღერალსაც და ფეხბურთელსაც, რომ ეს ჯანსაღი გარემო, დაბალი განაშენიანება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მაგის გარშემო ბუნებრივად მოხდა რომ ბევრი სხვა პროფესიის ადამიანი შეიკრიბა. კიდე ანუ იმისი თქმა შეგვიძლია რომ მიუხედავად იმისა რომ ეს არის რაღაცა ბიზნეს პროექტი და რა თქმა უნდა რაღაც აქვს საწყისი და აქვს სასრული. ყველა პარტნიორი ვინც ვართ აქ ყველას გვაქვს გადაწყვეტილი რომ შინუდის ტერიტორიაზე ავიშენოთ სახლები, ჩვენს შვილებთან ერთად აქ გავატაროთ დრო და არ უდგებით ამ პროექტს როგორც რაღაც კონკრეტული ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიწყო დასრულდება და ქუდს დავიხურავთ და წავალთ. ანუ ჩვენთვის ეგ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი, ესე ვთქვათ, სავიზიტო ბარათიც და გული და სული არის ჩადებული თითოეულ ამ დეტალში. ბევრი შეცდომაც გვაქვს დაშვებული, რა თქმა უნდა, კეთების პროცესში. ეგ ბუნებრივი პროცესია, ბევრი სირთულეც გამოვიარეთ სხვადასხვა ეტაპზე. მაგრამ ნუ მაგას არ უშინდებით. გრძელვადიანად უყურებთ ამ ადგილს, ამ პროექტს და ზოგადად გონია რომ მსგავსი ტიპის პროექტები და გაკეთდეს კიდევ საქართველოში სწორი გეგმარებით, სწორი არქიტექტურით და იმისთვის რომ არ მივიღოთ დამახინჯებული გარემო და რაღაც მიგდებული დასახლებები, რაც არავის არ უნდა. როგორც ბიოლოგი სულ უფრო ხშირად ფიქრობ ადამიანის ადაპტაციის უნარზე. ჩვენი ორგანიზმი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ბეტონის და ასფალტის სამყაროში, გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერში და მუდმივი ხმაურის გარემოში იარსებოს. ჩვენ ქალაქში თვითგადარჩენის რეჟიმში ვართ ისე, რომ ვერც კი ვატყობთ. ეს არ გახლავთ უბრალოდ დისკომფორტი. ეს არის პირდაპირ და პერმანენტული დარტყმა ჩვენს ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე, რაც წლების განმავლობაში შეუმჩნევლად გვაცლის ენერგიას და ნაადრევად გვიჩენს ჯანმრთელობის პრობლემებს. გამოძებნეთ დრო და თბილისიდან მხოლოდ 9 საათის სავალზე საკუთარი თვალით ნახავთ, რომ ეს ადგილი ბევრად მეტია, ვიდრე კარგად მოწყობილი მიწის ნაკვეთების კრებული. აქ მიწის ყიდვა არ გახლავთ მხოლოდ ფინანსური ინვესტიცია. ეს არის ინვესტიცია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელ ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილები იზრდებიან გარემოში, სადაც ჰაერი სუფთაა, ხოლო სათამაშო მოედანი ცოცხალი ტყეა. თუ მზად ხართ გაცვალოთ ქალაქის ნაცრისფერი სტრესი ბუნების ნაირფერ გარემოსა და ჯანსაღ მომავალზე, მაშინ შინვუდი თქვენი ადგილია.
ჩემი რჩევაა იჩქაროთ. დროულად მიაკითხოთ შინულს, გაეცნოთ მათ შემოთავაზებებს და გააკეთოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი. პროექტის საკონტაქტო დეტალები ვიდეოს აღწერაშია მითითებული.